ჩვენი საიტი, რომელიც ჯერ ასე გამოიყურება. აქ არის menu, home, კატალოგი, კონტაქტი და ეს მთავარი ესეა. დღეს განახებთ, როგორ შეგიძლიათ დაამატოთ კოლექციები. შევდივართ პროდუქტებში, collections და როგორც ხედავთ, აქ ერთი ის არის ჯერ კოლექცია ეს, რაც არის home, აი ეგ. ვაწვევით create collection. აგვწერთ სათაურს, აგვწერთ დახასიათებას. სათაური ჩავწეროთ, მოდით აი ეგ გამზადებული მაქვს. ერთ-ერთი კოლექციის სახელი ეს იქნება. ყველა თემა და დახასიათება. ვაწვევით save. თუ გაქვთ ფოტო გამზადებული, დააწვევით add image, upload image და ატვირთავთ ფოტოს. მაგას მოგვიანებით გაჩვენებთ, ჯერ ყველა კოლექციას დავამატებ. ვაწვევით create collection. ნახოთ მეორე რამ აქვს fashion themes. ამ საიტზე ვაპირებ გავყიდო საიტის დიზაინები Shopify-ის, რომელსაც უბრალოდ გადმოწერთ და ატვირთავთ. შემდეგ გამზადებული იქნება, თქვენ აღარ მოგიწევთ საიტის დიზაინის შექმნა. მაგრამ მაგასაც გაჩვენებთ, როგორ არის შესაძლებელი. ეს მეორე. ვამატებთ მესამე კოლექციას. ფიტნესთან ასოცირებული. Save. ჩვენს კოლექციას, აი ეს არის აქ. აქ ვნახოთ, აქ ჯერ არ გამოჩნდება მენიუში. ეს უნდა დავამატოთ ახლა ჩვენ. როგორ ვამატებთ? შევდივართ customers, content, menus და ეს main menu არის აი ეს. აი აქ რაც არის, ეს ყველაფერი არის main menu. როგორც ხედავთ, აი აქ კატალოგია და ვაწვევით add menu items. აქ ჩავწერთ უკვე ჩვენს კოლექციებს, აი აქიდან ავირჩევთ. ყველა თემა, აქ hashtag-ებს გავუწერთ, რითაც მოსაძებნში მოიძებნება, აი აქ რასაც ჩავწერთ, შემდეგ გამოუგდებს. ჩავუწერთ Enter-ს დავაწვევით, ახლა ეს უნდა მოვაქციოთ ამ კატალოგში, რომ აი აქ იყოს. აი როგორც ხედავთ, ახლა save-ს დავაწვევით და გამოჩნდება აქაც. აი აქ კატალოგი ამონდო all themes. დავამატოთ ახლა შემდეგიც, აი აქ link-ში შევალთ collections, beauty and cosmetics. აქაც იგივეს ჩავწერთ. ეგ არის. დავაწვევით Enter-ს, დავამატებთ შემდეგ კოლექციას. ეს ჩავსვით ესეც. აი, ტექნიკა და ელექტრონიკა. ესეც დავაკოპიროთ და ჩავსვით. დავაწვევთ Enter-ს. აი ახლა მასაც შევინახავთ და აქ იქნება მთლიანი სია, როგორც ხედავთ. ეს ყველაფერი აქ არის. გადასვლის შემთხვევაში გადაგვეყვანს აი ამ პროდუქტებში, ჯერ არაფერია დამატებული, როცა დავამატებთ, იქნება. Fashion. ამჟამად არაფერი არ გვაქვს home-ში, გადავიდეთ. ეს ჩავკეცოთ, ეს შევინახოთ. აი, ახლა რა გვჭირდება? გვჭირდება გვერდი, სადაც იქნება ჩვენს შესახებ. Pages. ვაწვევით add page. წერთ about us. ვაწვევით save.
აქ default-ის მაგივეთ, ხო ეს default იყოს, visible დავაჭიროთ ჯერ. მოწვევით saves. ახლა იმისთვის რომ ეს გამოჩნდეს, აი ამ მენიუში უნდა დავამატოთ. გადავდივართ ისევ. სად იყო? Content-ში, menus, აი ეს მთავარი მენიუ. ვამატებთ menus. როგორც ხედავთ, აი აქ pages არის და about us. მოწვევით saves. და ახლა გამოჩნდება აი აქაც. აი როგორც ხედავთ ჩვენ შესახებ. კარგი. შემდეგ გვჭირდება FAQ გვერდი, ანუ კითხვა-პასუხის გვერდი, სადაც იქნება გავრცელებული კითხვები და მათი პასუხები. გადავიდეთ ისევ pages და ჩავწეროთ ეს. აი აქაც არის FAQ რო წერია. რამე წუთი არის ფიქრობთ. Save ვაწვევით. ისევ აქ content-ში, menu-ში და ასე აქ შევდივართ, ვაწვევით add menu. აქედან ვირჩევთ pages და აქ უნდა იყოს უკვე, ვიც არ შექმნა. Discord. აი, როგორც ხედავთ, hidden არის, დამალული არის, visible არ და მომინიშნია და მაგიტომაც აღარ ჩანდა. ეს save-ის მივცეთ, რა თქმა უნდა. Content-ში, menus. შევდივართ აქ. ვაწვევთ add menu. Pages. და აი ეს FAQ. Save. და როგორც ხედავთ, ჩაიმატა აქაც ეს გვერდი. ესე იგი, გვაქვს 1, 2, 3, 4, 5 გვერდი. კატალოგი აქ ყველაფერია. შემდეგი რაც გვჭირდება უკვე. ვამატებთ პროდუქტებს. ვაწვევით add product და ვტვირთავთ თემას. მე ვინაიდან ციფრულ პროდუქტს ვყიდი, ან თემას ვყიდი, მე მჭირდება რა და აპლიკაცია, რომელიც მომცემს საშუალებას გავყიდო ჩემი ციფრული პროდუქტები. შევდივართ app-ებში. აქ არ მიგდებს სამწუხაროდ საძიებოს, გადავიდეთ Shopify App Store. ესე იგი, რა გვჭირდება ახლა ჩვენ აპლიკაციებიდან. ვინაიდან ციფრულ პროდუქტს ყიდი მე, დამჭირდება digital downloads. აი ეს, რომ შევძლო ჩემი ფაილის ატვირთვა და კლიენტი რო შეიძენს ჩემს ფაილს, ჩემს პროდუქტს, ავტომატურად გაიგზავნება მას ეს. აი ამ ხელსაწყოს მეშვევით. აი როგორც ხედავთ, ახლა ჯერ არ მაქვს პროდუქტი, ამას არ იმას ვიზამ. მოდი სხვა აპლიკაციების დავმატებთ. რაც გვჭირდება inbox-ი. აი ეს გვჭირდება, ეს არის იგივე Messenger-ი, ასე ვთქვათ, როგორც Facebook-ს აქვს Messenger-ი საკონტაქტოდ, ეს არის ჩვენი Messenger-ი საკონტაქტო, რომელიც live რეჟიმში დაგვეხმარება კომუნიკაცია დავამყაროთ მომხმარებელთან. ეს რაღაცა ხარვეზი მოხდა, ახლა არ უნდა იყოს ესე. აი როგორც ხედავთ, აპლიკაცია აქვს, ტელეფონში შეგიძლიათ გადმოწეროთ. ეს ახლა გათიშული მაქვს, ვაწვევით turn on chat. აი როგორც ხედავთ, ახლა Shopify-ის იმაზე დიზაინში შემიყვანა. სადაც აი ეს არის, აი ნახეთ გვერდზე ჩანს. აი მას რო დააწვევა მომხმარებელი, დაწერს შეტყობინებას და შემოგვივა ჩვენს აპლიკაციაში. ამის შეცვლა შეგვიძლია აქედან თითით. აი აქ აპლიკაციებში უნდა იყოს. აი მაგალითად იმეილის ფორმა გვინდა რო ქონდეს. აი როგორც ხედავთ, იმეილი და ენა შეგვიძლია ასევე question mark-ი იყოს. კითხვის ნიშანია, როგორც ხედავთ. Smile face-ო, smiley emoji, თიმი, ხელის დაქნება
და შეგიძლიათ საერთოდ არ გქონეთ აიკონი და მარტო ჩათი ეწერება. მოდი os chat bubbles დავტოვებ, chat-ის ნიშანს რომ მომხმარებელი მიხვდება რომ ამით შეტყობინების დაწყება შეუძლიათ, აქ ნახეთ, შეგიძლიათ chat-ი რომ არ ეწეროს, სხვა რაღაც შეეწეროს, მაგალითად live chat-ი. ვინაიდან აქ live რეჟიმში ხდება კომუნიკაცია, ეწეროს live chat. ადგილის შესვლად შეგვიძლია, მაგალითად მარცხნივ გადმოვიდეს, აი აქეთ. შეგვიძლია ასევე მაღლა იყოს შედარებით, ან სულ მაღლა. აი ეს მაქსიმალური. მაგრამ მე უფრო დაბლა ვამჯობინებ და მარჯვენა მხარეს. აქ არის ტექსტი. როგორც ხედავთ, აი აქ რაც ჩანს, ამ ტექსტის შესვლა შეგიძლიათ იქიდან. აი აქ არის greeting message. აქ რასაც ჩაწერთ, აი აქ გამოჩნდება. ფერის შეცვლაც აქედან შეგიძლიათ, მაგალითად წითელი რო იყოს background-ი. ამებს მე უკვე საიტის დიზაინს რო ვაწყობთ, მე განვიხილავ ამ ყველაფერს. მოდი ეს დავასეივოთ, რაც გავაკეთეთ ცვლილებები რომ შეინახოს და გავიდეთ. ნუ ახლა ჯერ არ მაქვს გამზადებული პროდუქტი, უფრო სწორად მაქვს, მაგრამ thumbnail-ები არ მაქვს. შემდეგში უკვე გასწავლით როგორ ატვირთოთ პროდუქტი ციფრული, ნუ ფიზიკურ პროდუქტზე უკვე ჩვეულებრივადაც ატვირთებთ ამის გარეშე. დავით შემდეგ ვიდეოში, ნახვამდის.